გამოხატავს შიშს, მე ამაზე არაერთხელ მისაუბრია, გამოხატავს შიშს, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიჯერა დამარცხების, ბიძინა ივანიშვილმა დაიჯერა, რომ ის არის დასრულებული და სწორედ ამიტომ ვუყურებთ იმ ყველაფერს, რასაც ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში. პირველ რიგში სოლიდარობა ელენეს და ერთი მინდა ვთქვა 4 ოქტომბერს ამ უსამართლობას, რასაც ვუყურებთ ყოველდღიურად. დაესმება წერტილი 4 ოქტომბერი. მე ერთადერთი მინდა ვთქვა 4 ოქტომბერი არ არის არავითარი ალტერნატიული დღე. 4 ოქტომბერი არის ხალხის საქართველოს ეროვნული გამარჯვების დღე და ამას ყველა ერთად როგორც მას ლევან ხაბეიშვილმა წერილში ნამდვილად ასეა 4 ოქტომბერი არის რეჟიმის მშვიდობიანი დამხობის დღე და 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის საქართველოს გამარჯვების დღე. არავინ ჩამოყაროთ ყურები, არავინ შეგაშინოთ იმ რეპრესიებმა, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება, რაც უფრო იზრდება რეპრესიები, მით უფრო მეტად ვწმუნდებით, რომ ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილს 4 ოქტომბრის ეშინია. ბიძინა ივანიშვილს 4 ოქტომბრის რო არ ეშინოდეს, აი ამ სრული აბსურდით ლევან ხაბეიშვილს არ დაიჭერდა. ხაბეს დაპატიმრებით, ხაბეს სრულიად უკანონო, აბსურდული, სასაცილო ბრალით დაკავება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიჯერა დამარცხება და დაიჯერა იმის, რომ აუცილებლად ქუდზე კაცი იქნება 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე და რეჟიმი დაემხობა მშვიდობიანად. ეს აუცილებლად ასე იქნება და კიდევ მინდა რომ უთხრა მოუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მეგობრებო, მე ამაზე სულ საუბრობ და ახლაც მინდა გითხრათ, რომ მე პირადად როგორც ერთ-ერთი მოქალაქე სოფო ჯაფარიძე, მე ჩემ ბრძოლაზე ვიღებ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ ვიბრძოლებ ბოლომდე, ვიბრძოლებ უკომპრომისოდ და თავარია ვიბრძოლებ გამარჯვებამდე. თქვენ ყველამ უნდა აიღოთ თქვენი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა არის ერთი, რომ მოხვიდეთ, ვიყოთ ძალიან ბევრი და ეს გამარჯვება არის გარდაუვალი. დაიჯერეთ, ირწმუნდეთ, იმიტომ რომ შეუძლებელია ხო ამას ვერ ხედავდეთ ყველა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და რეჟიმმა თავად ირწმუნა ეკა, რომ დასრულებული ყველაფერი მეტყველებს შიშზე, როგორც თქვენ ამბობთ და პრინციპში ყველა ოპოზიციური ლიდერი თვლის, რომ ეს არის მართლაც შიშის გამოხატულება. თუმცა აი ხა თქვენ ამბობდით სიტყვებს მშვიდობიანი დამხობა, მშვიდობიანი რევოლუცია, სხვათა შორის კობახიძე დღეს საუბრობდა რამდენიმე თემაზე და მათ შორის დაგვიანონსა, რომ შესაძლოა სიტყვებზეც დააწესონ მათ ცენზურა და გავამკაცრებთო მიდგომებს, რომ შესაძლოა აკრძალონ, დანაშაულად ჩათვალონ აი ესეთი სიტყვების გამოყენება, როგორიც არის რევოლუცია, არ ვიცი, როგორიც არის დამხობა, გადაგდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თქვენ ადამიანი რომ მოგისმენთ, რა თქმა უნდა, შიშის არაფერი გეტყობათ, პირიქით ასხივებთ ძალიან დიდ ენთუზიაზმს და ოპტიმიზმს, რაც ძალიან გადამდებია. მაგრამ ჭირდება თუ არა თქვენი აზრით მოქალაქეებს, რომლებიც აპირებენ, რომ მოვიდნენ 4 ოქტომბერს 4 საათზე და დადგნენ ქუჩაში რუსთაველის გამზირია შეხვედრის ადგილი, ხო? 4 საათზე 4 ოქტომბერს. ჭირდება თუ არა მათ რაიმე დამატებით გეგმის ცოდნა. აი დაუშვათ, როდესაც ამბობთ, რომ დამთა 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვასრულებთ. რა ხდება განსხვავებული 4-ში? იმიტომ რომ ჩვენ 100,000-ობით ვდგარ ვართ ქუჩაში. პირველ რიგში ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ აუცილებლად მე მგონი ბოლო ეთერი იყო მისი, თუ ბოლოს წინ არ მახსოვს, რომ ჩემთან იყო მე მგონი ბოლო ეთერი, იმიტომ რომ მეორე დღეს დააკავეს. როდესაც თქვა, რომ გეგმა სულ რამდენიმე დღეში გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იქნებოდა. თუ ქართულ ოცნებას გონია, რომ ლევან ხაბეიშვილი, მე ბევრჯერ ვთქვი და ახლაც მინდა ვთქვა, 4 კედელში გამომწყვდეული, ამას ვერ შეძლებს. ან გეგმა არ დაიდება, ან გეგმის ის ნაწილი არ დაიდება, რომელზეც ისაუბრა. აუცილებლად ლევანმა რაც თქვა, ის ასე იქნება, რამდენიმე დღეში ის დადებს გეგმის ერთ-ერთ ნაწილს და აუცილებლად დაიჯერებს ყველა. ეკა, იმიტომ რომ ამას ზედმეტი დარწმუნებაც არ ჭირდება, იმიტომ რომ ისეთი განწყობა არის ხალხში, აი იცი ალბათ ხო, ჩემი სოციალური აქტივობის შესახებ დღეში რამდენ ადამიანს ხვდები, სულ ხალხში ვარ, არასოდეს მსგავსი რწმენა გამარჯვების, რაც დღეს არის ქართულ ხალხში. შესაძლოა ისეთი შეშინებული იყოს ბიძინა ივანიშვილი, რომ თქვენამდეც
მოვიდეს მათი მარცხნივ. არაფერს არ გამოვრიცხავ. და არ ვიცი, არაფერს არ მოგიგონონ რაიმე მიზეზი, რის გამოც შესაძლოა დაგაკეთო. არაფერს არ გამოვრიცხავ. მე როდესაც ეს ნაბიჯი გადავდგი და მე როდესაც გადავწყვიტე რომ უნდა მებრძოლა რეჟიმთან, რეჟიმის წინააღმდეგ, მე ამისთვის მზად ვიყავი პირველი დღიდან. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ახლა თქვენ ახსენეთ, რომ შემოიღებს კანონს, რომ აკრძალული იქნება ეს სიტყვა, ის სიტყვა, ასეთი განწყობის შექმნა. მათ ისინი უბრალოდ ამას ვეღარ მოასწრებენ, თორემ რა საკვირველია, ამის შესაძლებლობა რომ ქონოდა და მათ უკვე აღარ აქვთ. ჩათვალეთ ამის შესაძლებლობა. იმიტომ რომ ზუსტად 19 დღეში ისინი აუცილებლად დასრულდებიან. თორემ მარტო მას კი არა, ისინი პირველ რიგში აკრძალავდნენ საქართველოს დროშას. რომლისაც აი ყველაზე მეტად ეშინიათ რომელიც არის და რომელიც აუცილებლად იქნება გამარჯვების სიმბოლო. ის უკვე არის და ის პირველივე დღიდანვე დამხობის დღის 4 ოქტომბრის სიმბოლო. ზოგადად საქართველოს დროშა მისი არსებობის წუთიდან გამარჯვების სიმბოლო იყო, მაგრამ აუცილებლად 4 ოქტომბერსაც წაგვიძღვება გამარჯვების ქართული დროშა და მე არ შემიძლია, როდესაც ვამბობ, რომ შიგნიდან არის გამოშიგნული ხელისუფლება ეგრეთ ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ვამბობ, რომ უბრალოდ აღარ აქვთ მათ საძირკველი და არ შემიძლია დღევანდელი ერთ-ერთი ინფორმაცია არ გითხრათ, როდესაც მე ველაპარაკე, რა მნიშვნელობა აქვს ვის ერთ-ერთ ოცნების წარმომადგენელს ესაუბრეთ? ფიზიკურად ვაკანსიები გამოცხადებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში და ფიზიკურად ხალხი აღარ მოდისო და აი რა რიცხვი იყო არ მახსოვს მელიქიშვილზე განვითარებული მოვლენების შემდგომ კალაძის ოფისის წინ რა სიგიჟესაც უყურეთ სრულიად სახე დაკარგულ ქართულ ოცნებას რომლებიც აი ამ არ ვიცი სრულიად უბადრუგ ხალხს ამოფარებული აღარავინ აღარ დარჩათ მათ იმიტომ რომ პოლიციაც მიხვდა ყველა მიხვდა, ყველა ხედავს უკვე მათ, უბრალოდ რა მდგომარეობა აქვს. პატაკზე წერენ პოლიციელები. და უნდა მიდიან სამსახურიდან. მიდიან რასაკვირველია, მაგრამ ჯერ სად არიან? მთავარი სიურპრიზი და სიურპრიზები ელოდებათ მათ 4 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ 4 ოქტომბრამდეც და ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც შიგნიდანვე იშლება, რომელსაც უბრალოდ საძირკველი აღარ აქვს. კიდევ უფრო მეტად დაშლილი გამოშიგნული შეხვდება 4 ოქტომბერს, სადაც ქართველი ხალხი გააფორმებს საქართველოს გამარჯვებას.